საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სლოვაკურმა ორგანიზაციამ M98 მედია მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის ფარგლებში მონიტორებით 11 ტელეკომპანიის საუკეთესო საეთერო დროს დააკვირდნენ. მკვლევარებმა ტელეკომპანიების მუშაობა 5-ბალიანი შკალით შეაფასეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სლოვაკურმა კომპანიამ M98 საზოგადოებას მედია მონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიში წარუდგინეს. მედიაგრაფი ხარისხის ყველა ტელევიზია მიკერძოებულია, გამოვიდა დაუბალანსებლობის პრობლემები და ასევე გამოვიდა გაშუქების ტონი ток-შოუებში, წამყვანების მიერ შეკითხვების მიკერძოებულად დასმის ფაქტები. მონიტორინგი სწორედ იმის მონიტორინგია, რომ კონკრეტული მასალები უნდა დაგროვდეს და მე ამის ემპირიული ანალიზი გაკეთდეს და აი ეს შეძლო ქარტიამ ამ ფორმით, როგორც მოახერხა ეს ორი შუალედური ანგარიშიც დღეს. პროექტი მედია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება. მონიტორინგის მიზანია დეტალურად გამოავლინოს თუ როგორ ხდება სხვადასხვა თემების გაშუქება წინა საარჩევნო პერიოდში მედიის თვისებრივი ანალიზის გამოყენებით. დადგა დრო, რომ მედია მოახერხოს, კარგად გაიაზროს და შეაფასოს თავისი სტანდარტი და შედგეს ამაზე გარკვეული მსჯელობა და შეთანხმება. კვლევის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, რუსთავიორის, ტელეიმედის, მაესტროს, მეცხრე არხის, კავკასიის, რეალტივის, 25 არხის, აჭარის ტელევიზიის, ტევერიონის და მეგატივის საუკეთესო საეთერო დროზე 2 თვის განმავლობაში, პირველიდან 15 ივლისამდე და 23 ივლისიდან 5 აგვისტომდე. ამ კვლევაში გარდა იმისა, რომ კონკრეტული მედია საშუალებების პრობლემატიკა არის ასახული, კარგად არის ასახული ისიც, რა პრობლემებში უხდება თავად მედიას მუშაობა. მაქვს რამდენიმე შეკითხვა, იგივე პოლიტიკური პარტიების აქტიურობების გაშუქებასთან დაკავშირებით. მაქვს ჩემი შენიშვნები, რომელიც მოვახსენე მონიტორინგის უშუალო შემსრულებელს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და M98 ერთობლივ პროექტს დადებითად აფასებს გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში. შეიძლება რაღაცებში დაეთანხმონ, არ დაეთანხმონ, მაგრამ მე მგონია იძლევა სერიოზულ საფუძველს ეს კვლევა ფიქრისთვის და გარკვეული სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის. კვლევის მესამე შუალედური ანგარიში ერთ კვირაში გამოქვეყნდება. პროექტის საბოლოო შედეგი კი არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. კვლევის დასასრულს 11 ტელეკომპანიისთვის დაიწერება ინდივიდუალური ანგარიშის შენიშვნებით და რეკომენდაციებით.